ამინ. სახელითა მამისა და დადისა და სულისა წმინდისა. ხმით დაგულოცოთ, გააყოფოთ დიდ მოწამეს ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. განვაგრძოთ ყოველდღიური სახარების კითხვა მარკოს მახარებლის მეშვიდე თავის 14-24 მუხლები. და მოუწოდა ყოველსა მასერსა და ეტყოდა მათ: ისმინე ჩემი ყოველთა და გულისხმაყავთ. არ არაი არც კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმაცა შეაგინა იგი, არამედ რომელი გამოვალს მისგან. იგი არს რომელი შეაგინებს კაცსა, რომელსა ასხენ ხუნის მენად ისმინენ. და ოდეს შევიდა სახით ერისა მისგან, კითხვითეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთვის. და არ თქვა მათ: ეგრეთვე თქვენ საუგულებელს ხო ხართა? და არა გიცნობიეს, რამე თუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს, რამე თუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლა და განსავალით გავალს. და განსმენს ყოველსა ჭამაცა და იტყოდა ვითარმეთ კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა. რამე თუ შინაგან გულისაგან კაცთა ისა გამოვლენ გულისიტყვანი ბოროტნი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, კაცის კლანი, ანგარებანი, უკეთურებანი, ზაყვანი, არაწმინდებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი. ესე ყოველი ბოროტნი შინაგან გამოვალს და შეაგინებენ კაცსა. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტვიროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა. და არა უნდა რაითამსა აგზნა ვინმე და ვერ ხელწიფება დაფარვად. ეს საკითხავია დღევანდელ დღეს ვაგრძელებ ისევ იმ თემატიკას, როდესაც მაცხოვარი ასწავლის, რომ გარეგნული ქმედებები არანაირად არ შეურაცხყოფს ადამიანს მაშინდელი წესჩვეულებებიდან გამომდინარე. და ახლა უკვე გადადის უშუალოდ თუ რას უნდა ერიდოს ადამიანი და არა იმას, რომ სიტყვაზე ცოდვაში და დანაშაულში ჩაეთვლება, თუ უცბად ადამიანმა ხელი ვერ დაიბანა და ისე მოკიდა საკვებს ხელი, ეს კი არ შეაგინებს ადამიანს, იმიტომ რომ და ახსნის კიდევაც, საკვები გულს არ ხვდება. ნახეთ რა არის საინტერესო, საკვები მიიღო ადამიანმა და ასე ვთქვათ მოინელა, როგორც სახარება გვაეუბნება, ხომ? საკვები ორგანიზმში შინაგანში არ რჩება, მაგრამ რჩება შინაგანში, იმიტომ რომ გულს არ ეხება, ნახეთ, ეს სპეციალურად არის ხაზამა, გულში არ შედის საკვები. ხოლო სხვა დანარჩენი, რაც გულს ეხება, გულში რჩება და აი იმ გულისაგან, ამ შინაგანი, მე დაბინძურებული მდგომარეობიდან, სულიერ მდგომარეობიდან, გარეთ გამოდის უკვე ეს ჩვენი ცოდვები. შიგნითაც შეაგინებს და ხორცსაც შეაგინებს, სულსაც გახსნის და ხორცსაც გახსნის და ეს ცოდვებია ზუსტად ჩამოთვლილი, რომ წარმოიდგინეთ. შეიძლება იფიქროს, რომ ამ დროს განმარტებელი ამბობს, რომ ყველა ნახე მით უმეტეს მძიმე ცოდებია ჩამოთვლილი, ხო? შეიძლება ამას არ იქს ადამიანი, მაგრამ შინაგანში ხო იტევს. შეიძლება ადამიანი ნახე გამოვალსო კაცის კლანი მაგალითად, შეიძლება შინაგანად, ესე რომ ვთქვა, გარეგნულად ადამიანი მკვლელობას არ ჩადის, მაგრამ შინაგანად, როდესაც მასზე გულის სიტყვები, ბოროტი გულის სიტყვები მოსდის და განმარტებელი ახსენებს, რომ ღვთის წინაშე მის დასჯასაც კი ითხოვს ხოლმე. და როგორ ელემენტარული ჩვეულებაა დღევანდელ დღესაც რაღაცა ჩაიდენს და აი ღმერთმა მიუძღვას. დაუწყევლეთ, აბა რა ვქენით? სიკვდილი უსურვებთ, აბა სხვა რა არის, ეგ რომ აი ღმერთმა მიუძღვას, თავის საქმეებისამებრ ეყოს. რას ნიშნავს? ცუდი ჩაიდინა და ჩვენ მეუბნებით, აი ამ ცუდის გამო დაისაჯოს. ადამიანის მკვლელობა არ არის, თან უფრო უარეს სულიერი მკვლელობისკენ მიყვავს ადამიანი, რომ თავის საქმეების გამო რომ დაისაჯოს ადამიანი. ვინ გამართლდება ღვთის წინაშე? ვინ ვართ ესეთი მართალი, რომ ერთმა დაგვიფაროს ჩვენი საქმეებისამებრ გამგვსაჯოს უფალმა. პირიქით, ვერავინ ვერ გადავრჩებით ამ სამჟავროს. თავის სამართლით და ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე და თავის სიყვარულით გამგვსაჯოს უფალმა და გვაპატიოს. ესე უნდა ვთხოვდეთ ადამიანებისთვისაც, თუნდაც ვინც გული დაგვწყვეტ და გვაწყენინა, რომ ღმერთ ვაპატი, შეუნდე, შეიწყალე, გონებაზე მოიყვანე და არა ის, რომ აი ცოდვა ჩაიდინა და ამ ცოდვის გამო დაისაჯოს. აი თითქოს გარეგნულად არ იქ მკვლელობას, მაგრამ აი გულში ნახე როგორი სიბოროტია და ამას ასწავლის მაცხოვარი, რომ საკვები სასმელი კი არაფერს არ შრება. აი თუნდაც ავიღოთ მარხვის მომენტი. მარხვამ უნდა განხსმინოს შინაგანად და ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ რა შევჭამო და რა არ შევჭამო. რომ შინაგანად უნდა გაგვკვეთილშობილოს. რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით რამე თუ მართ ღმერთი იხილო. ეს გულის სიწმინდეა ყველაზე მთავარი, რომ გული უნდა განვიწმინდოთ. რომ აქედან გამომდინარე ღმერთი ვიხილოთ. აქაც ჩვენი სულიერი ცხოვრები და ზესაში მასთან ვიცხოვროთ. იოანე ოქროპირი ამბობს, ესეთი მაგალითი მოყავს, რომ
ჩვენო ვცდილობთ რომ ტაძარში მოვიდეთ ყველანაირად შემკულნი, გასუფთავებულნი, გალამაზებულნი, რომ აი ხალხის წინაშე ლამაზად გამოვჩდეთ მაგალითად. და იმ დროსაც იყო ეს ჩვეულება, როდის იყო ივანე ოქროპირი და პირდაპირ ეუბნება ხალხს ამის შესახებ. მაგრამ ეს კი არ იფიქროთ რომ ტაძარში ყველანაირად უწესრიგოდ უნდა მოხვიდოთ. არამედ იმას ვამბობ, როგორცო იწესრიგებ შენ თავს, შენ გარეგნულ იბან ხელპირს, მოდი ხარ გასუფთავებული, ესევე შენი შინაგანი მდგომარეობა, შენი სულიც განიწმინდე. და ესე სულიერად განწმენდილი, დაბანილი, განწმენდილი გულით მოდი და წარდექი უფლის წინაშე. და შემდგომ მოყავს რომ აი ჩვენ მაგალითად აი მე გული სიტყვანი ბოროტნი ბილწებანი რომ გამოდის პირიდან, ანუ ყველანაირი უკეთურება ჩვენგან. ამაზე ამბობს ესეთ რაღაც ივანე ოქროპირი რომ როგორ უფალს ესე შებილწული პირით როგორ უნდა ელაპარაკო. ჩვენი ლოცვაო, ეს არის ჩათვალე ჩვენ ამ მდგომარეობაში ვარ რომ თითქოს ჩვენი ლოცვით უფლის სხეულს ვებღაუჭებით, ჩვენი ლოცვით. და ვინ გაბედავს რომ სიტყვაზე თუნდაც რაღაცნაირად ერთი მეორეს გაჭუჭყიანებული ხელით შეეხოსო. ახე ლოცვა შედარებულია ხელთან ამ დროს, რომ უფალს ლოცულობთ, უფალს ვებღაუჭებითო და ვინ გაბედავს რომ უფალს ბილწი და შებილწული და ჭუჭყიანი ხელით შეეხოსო. ეს მაგალითი მოყავს და მე ესაია წინასწარმეტყველება აქვს მოყვანილი, ესაია წინასწარმეტყველის თქმული ებრაელების მიმართ, ჩეულერის მიმართ, რომ აი როდესაც ვაღაფრობთო ხელებს, მე გავიხედავ თქვენგან. მომართავთო უგულებელს ყოფ თქვენ ლოცვას. ანუ აი ამ შებილწული ბილწი, ბოროტი გულისაგან რაც ამოდის, აი ამ მდგომარეობით უფლის წინაშე წავდგები და კიდე კადნიერად რაიმეს ვითხოვთო, აი მე ესაია პარალელს აკეთებს, რომ აი როგორც თავის დროზე რჩეულერს უთხრა რომ აღარ მოვიხილავ თქვენზე, აღარ შევისრულებ თქვენ სათხოვარს, ისევე თითოეული ჩვენგანი, ანუ თუ განუწმენდელი სულით, გულით ვეცდებით ღვთის წინაშე წავდგომას კადნიერებით, თორე ვინ არა ვარ შებილწული შინაგანად, ვისგან სად არის ჩვენი სული სიწმინდე, მაგრამ აი ამ დროს ის კი არა კადნიერად უფალო, აი თავმაღლად რომ რაღაცას ვიმსახურებ. არამედ პირიქით როგორც მამები ტიროდნენ რომ უფალო შემიწყალე, უძლური ვარ, ცოდვილი ვარ, გამაძლიერე, მაპატიე, ჩემ მოძულე და მაჭირვებლებსაც შეუნდე, მეც მაპატიე, მათ წინაშე ჩადანილი ცოდვები და არა ისე რომ აი როგორმე სიტყვებიც ვახსენე რომ ადამიანს ჩვენი სიტყვით ვკლავდეთ თუნდაც და ცუცს უსურვებდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ რა წარმოთქვა თავის ძოზე მოციქულემ ეს ვერ გაიგეს და კიდე ჩაეკითხნენ. რას ნიშნავს ეს რაც წარმოთქვეს იგავი რომ რას ნიშნავს შემავალი გარეგნული შემავალი არაფერს შეაგინებს არამედ რაც გამოდის და მე ზუსტადაც აი მას უხსნის მაცხოვარი რომ გულის სიწმინდე, შინაგანი გასუფთავება, რომ შინაგანი გულის სიტყვები და სიბოროტე შეიძლება გარეგნულად ადამიანი არ ხატავდეს ბოროტებას. არ გამოქონდეს სააშკარაოს. სხვათა შორის მე ივანე ოქროპირი ამბობს ზუსტად რომ მერტი ხო ადამიანის გულს ხედავს და ეს გულის სიტყვები შედარებულია გამოქვაბულში დაამალულ შეკრებილ ყაჩაღებთან. და რას ამბობს ამ დროს, აი იმ პერიოდში ყაჩაღები ხო დღეში ცალკე რაღაც გამოქვაბულში ქონდათ ხოლმე ერთი თავშესაფარი. და მზად იყვნენ ხოლმე პატარა რაღაცა და ეგრევე გამოვიდნენ და დაიწყებდნენ თავის საქმეს, თავის ყაჩაღობას, თავის კვლელობას, ძარცვას და ასე შემდეგ. და ამასთან არის შედარებული ეს ჩვენი შინაგანი სიბინძური. რომ თუ არ განიწმინდები, თუ შიგნით დატოვებ, მოვადრო და ამას გამოხატავ კიდევაც. ჯერ ფიქრებით და მე კიდე საქმითაც აღასრულებ ამ შენ შიგნით რაც არის დაბუდებულ და ამიტომაც ამსავლებიდან ნიშნავს რომ განვიწმინდოთ შინაგანად, სინანულით, აღსარებით, ესაა წინასწარმეტყველის სიტყვები ხო ხშირად გვიხსენებიან, ხალხს რომ მოუწოდებ და განიწმინდეთ, განიბანენით, თავის საქმეებით თვალთაგან განმარინეთ, ანუ ღმერთის ესე რომ ვთქვათ ბაგე იყო ესაა გადასცემდა ხალხს რომ განწმენდა, გასუფთავება, სულიერად, სოდვების შენდობა აუცილებელი იყო და ჩვენს ამას გვეუბნება უფალი, განვიწმინდოთ, განვიბანოთ და ჩვენი ავის საქმეები, ჩვენი სოდვები აღარ ვანახოთ უფალს. და გამოვსწორდეთ, შევიცვალოთ, რაც ყველაზე მთავარია და გულის სიწმინდე მოვიპოვოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გააკურთხოთ და გაგაცლიოთ. შეგვეციოს უფალი. ჩვენთან არის ღმერთი.